მოგესალმებით, ეს არის მილენიანი, მე კი ნუკლი შუშიაშვილი გახლავართ. დღეს საინტერესო საკითხზე გვექნება საუბარი. ბევრი ამერიკელი ფილოსოფოსი თუ სოციოლოგი თანამედროვე ცივილიზაციას, დასავლურ ცივილიზაციას, მოდერნულ ცივილიზაციას, ესე ვთქვათ, რაც ქართულად რო გადავთვალოთ, ნიშნავს თანამედროვე ცივილიზაცია, უწოდებს გნოსტიკურ ცივილიზაციას. სამდე უშუალოდ გნოსტიკურ ცივილიზაციის ესე იგი სადრისზე შევიდოდი, რატომ უწოდებენ ისე გნოსტიკურ ცივილიზაციას, ჯერ ზოგადად დავიწყოთ გნოსტიციზმზე საუბარი. როდესაც ქრისტიანობა ჩამოყალიბდა, ქრისტიანობასთან ერთად ზოგიერთი კვლევარი ამბობს, რომ ქრისტიანობამდე იყო უკვე არსებობდა გნოსტიციზმი, მაგრამ ქრისტიანობასთან ერთად ჩამოყალიბდა მეორე მიმდინარეობა, ეს იყო გარკვეულად შეიძლება უწოდოთ ამას ქრისტიანული გნოსტიციზმი. და რაში მდგომარეობდა ქრისტიანული გნოსტიციზმის არსი და აზრი, ასე ვთქვათ. ქრისტიანები ძალიან მარტივად ჯაბნიდნენ წარმართებს. და ისინი ჯაბნიდნენ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტით. წარმართების ღმერთები არ იყო დემიურგები, ანუ სამყაროს შემოქმედები. რო არ იყო თქვენ წარმართული პანთეონი, თქვენ ნახავთ, რომ იქ ღმერთები ზევსი იქნება, იუპიტერი იქნება და სხვა და სხვა. ესენი არიან გარკვეულად უზურპატორი მეფეების ღმერთები, რომლებმაც ჩამოაგდეს თავის წინამორბედი ღმერთები და დაიკავეს მათი ადგილი. მათ სამყარო არ შეუქმნიათ, სამყარო არსებობდა იქამდე და შესაბამისად ისინი არ წარმოადგენენ დემიურგებს. და ქრისტიანები ამბობდნენ და ეუბნებოდნენ წარმართებს, რომ თქვენ თვითონ აღიარებთ, თქვენი ღმერთები არ არიან დემიურგები. აი ჩვენი ღმერთი არის დემიურგი. და ეს იმდენად მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო, რომ ღმერთი იყო შემოქმედი სამყაროში და ეს ყველაფერი ღმერთის შექმნილი იყო, რომ წარმართები მარცხდებოდნენ ქრისტიანებთან დისკუსიებში და კამათში. მაგრამ პარალელურად გამოჩნდნენ გნოსტიკოსები, რომლებმაც აბსოლუტურად შემოატრიალეს ეს რეალობა და ისინი აბსოლუტურად სხვანაირად უყურებდნენ სამყაროს. ეს სხვანაირად სამყაროს ყურება კი დაკავშირებულია გარკვეულად ნიჰილისტურ მდგომარეობასთან. აი მოდი ავიღოთ ჯერ ცოტა ისტორიასაც შევეხოთ. ავიღოთ პერიოდები, ხო? იყო პოლისური პერიოდი, სადაც ადამიანს საკუთარი თავი სამყაროს ცენტრში წარმოედგინა. მისი პოლისი იყო მისი ცხოვრების რაღაცა ცენტრი და მისი თითოეული მოქმედება და თითოეული გადაწყვეტილება აისახებოდა პოლისის ცხოვრებას. ამიტომ ეს ჩართულობა პოლისურ ცხოვრებაში, ომები, პოლიტიკა და ასე შემდეგ, ყველაფერის განსაზღვრავდა ადამიანების ჩართულობა. ამიტომ თავდაპირველად ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება იყო. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ახალი იმპერია, რომის იმპერია შეიქმნა და ეს იმპერია გახდა გლობალური, ესეთ ქალაქში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც აქამდე სამყაროს ცენტრად მიაჩნდათ თავი, აღმოჩნდნენ ერთ-ერთი პატარა, ესე ვთქვათ, ერთეულები, რომლებიც საერთო სიტუაციაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენდნენ. თუკი აქამდე ისინი გავლენას ახდენდნენ პოლისურ ცხოვრებაში, თავის პოლისის მასშტაბით მაინც და გარკვეულად ესეთი ცოცხალი პოლიტიკური ცხოვრება ჰქონდათ, რომის იმპერიაში, რომელიც იყო ძალიან დიდი იმპერია, მისი მოქალაქეები თითქმის გავლენას ვერ ახდენდნენ საერთო პოლიტიკურ ცხოვრებაზე. და აქედან იქნება გარკვეულად ცოტა ნიჰილისტური დამოკიდებულება, განსაკუთრებით თუ დააკვირდებით ძველი წესრიგის პირველ საუკუნეში, როდესაც რესპუბლიკა იმპერიად ყალიბდება რომში, ეს ნიჰილისტური დამოკიდებულებები საკმაოდ ძლიერი ხდება, რომ ეს ადამიანები არიან მიტოვებულები, რომ მათზე არაფერი არ არის დამოკიდებული და სწორედ ესეთ ატმოსფეროში, როდესაც ეს იმპერია გლობალური გახდა, გნოსტიციზმი საკმაოდ ესე გავრცელდა. ეხლა გნოსტიციზმის არსი რაში მდგომარეობს? და რითი უპირისპირდებიან ისინი ქრისტიანებს. ჩვენ აქამდე ვიცოდით გნოსტიკოსებზე ქრისტიანულ ტექსტების მიხედვით. და ჩვენ ვიცოდით დაახლოებით რა საუბრობდნენ. მაგრამ 1945 წელს ეგვიპტის ერთ-ერთ ქალაქ ნაქ-ჰამადში აღმოჩნდეს ბიბლიოთეკა, სადაც იყო რამოდენიმე წიგნი, დოქი 13 პაპირუსით და აღმოჩნდეს ესეთი სახარებები, როგორც არის მაგალითად თომას სახარება, ფილიპეს სახარება, ეგვიპტელთა სახარება და ჭეშმარიტების სახარება, ესეთი იყო. ეს ყველა არის გნოსტიკური ტექსტები და ჩვენ ამის შემდეგ ვიცით ზუსტად რისი ჯეროდათ და რისი წამდეთ გნოსტიკოსებს.
გნოსტიკოსების უნდა ითქვას, რომ ქრისტიანებისგან განსხვავებით როლებიც ძირითადად ერთ კონცეფციას არ ვითარებდნენ, გნოსტიკოსებში ყველა სახარება არის თავისებური ინტერპრეტაცია ქრისტიანული ცხოვრების და ზოგადად სამყაროს შექმნის. მაგრამ არის საერთო ნიშნები, რომლითაც ისინი ერთიანდებიან. ეხლა რა არის საერთო ნიშნები? და მთავარი რა არის აი ამ გაერთიანებაში? პირველი არის ის, რომ არსებობს გარკვეულწილად საიდუმლო ცოდნა, ესა გნოზისი. და ადამიანს შეუძლია გააჩნდეს, მიიღოს ეს საიდუმლო ცოდნა. მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა არის ის, რომ ყველა გნოსტიკურ ტექსტში დაახლოებით ერთი კონცეფცია არის. ზოგადად განსხვავდება ეს და ცოტა სხვა ინტერპრეტაციით არის, ცოტა სხვა შინაარსით, მაგრამ ძირითადი ტექსტი ესეთია, რომ დემიურგი არის ამ სამყაროს შემქმნელი, ხშირ შემთხვევაში მას იადაბეოვსაც უწოდებენ, ხშირ შემთხვევაში მას იდიოტ ღმერთსაც უწოდებენ, აი ესეთი მომენტიც არის. იყო ის ღმერთი, რომელიც ბოროტი ღმერთია. მოკლედ ბოროტი ღმერთის მიერ არის შექმნილი ეს სამყარო. არსებობს კეთილი ღმერთი. ეს კეთილი ღმერთი არის მატერიალურ სამყაროს სიკით. ეს ღმერთი არის აბსოლუტური სიკეთე, მაგრამ ამ მატერიალურ სამყაროში ის არ მონაწილეობს, ესე პირდაპირ. თუმცა ზოგიერთ ტექსტში ჩვენ ხედავთ, რომ ერთი-ორჯერ მისი დავალებით მაგალითად სხვადასხვა ესე იგი პერსონა მონაწილეობს და მისი დავალებით სწორედ ქრისტე მოევლინა ამ სამყაროს და გნოსტიციზმში დაპირისპირებულია მამა ღმერთი ქრისტესთან, ესაც უნდა ვიცოდეთ. და მთავარი მომენტი რა არის, რომ მთავარმა ღმერთმა შექმნა რამოდენიმე ღვთაება და ერთ-ერთი ღვთაება იყო პისტი სოფია. პისტი სოფია, ეს ქალღმერთით გასაგებია, რომელმაც გადაწყვიტა სხვა ვერსიაში, როგორც ითქვა, სხვა სახარება არის, სხვა ვერსიაში, სხვანაირად არის, მაგრამ საბოლოოდ მან გადაწყვიტა, რომ გაეჩინა მეორე ნახევრის გარეშე შვილი. და მან გააჩინა ეს იადაბეოფი თავით არის ლომის, ხოლო ტანით გველეშაპის უფრო, რომელიც იმდენად მახინჯი იყო, რომ პისტი სოფიას შერცხვა და გადამალა ეს სხვა ღმერთებისგან. და დაასახლა ის მარტო. ეს ღმერთი, რომელსაც მიაჩნდა საკუთარი თავი, გარკვეულწილად ერთადერთად, იმიტომ რომ მის ირგვლივ არავინ არ იყო, მან თქვა, რომ მხოლოდ ის არის და მან სხვა ღმერთებისგან განსხვავებით, რომლებიც სულიერად ქმნიდნენ, შექმნა მატერიალური სამყარო. ანუ ის სამყარო, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ. აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია, რომ ეს სამყარო თუკი ქრისტიანული თეოლოგიაში არის სიკეთე, ხო? ღმერთის მიერ ნაბუჯარი სიკეთე, ხო? გნოსტიკურ წარმოდგენებში ეს სამყარო არის ბოროტის მიერ შექმნილი არასრულყოფილი რამ, არასრულყოფილი სამყარო არის და პირველი გნოსტიკოსები ცდილობდნენ, რომ ამ სამყაროდან გასულიყვნენ. ადამიანები, ხო, უნდა ითქვას ასევე, რომ ამ გნოსტიკური ტექსტის გარდა არსებობს უამრავი სახარება, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ გნოსტიკური სახარებაა, მაგალითად თომას სახარება, ფილიპეს სახარება, ჭეშმარიტების სახარება არის, ეგვიპტეთა სახარება არის, მოგვიანებით ეს არის იუდას სახარება, რომელიც ასევე გნოსტიკური ტექსტია და არაფერი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან. არსებობს ასევე აპოკრიფები, გნოსტიკური აპოკრიფები, როგორიც არის მაგალითად იესოს ბავშვობის აპოკრიფი, როგორიც არის იაკობის პროტოსახარება, როგორიც არის პეტრეს აპოკალიფსი, პეტრესა და პავლეს აქტები, მარია მაგდალენის სახარება და ასე შემდეგ. ეს ყველა არის გნოსტიკური ტექსტი. და ის გარკვეულწილად იყენებს ბიბლიურ გარკვეულწილად სიუჟეტებს, ოღონდ ის მას გადაკეთებული აქვს ეგ სიუჟეტები. ეხლა მთავარი რა არის ადამიანთან ურთიერთობაში? მთავარი არის ის, რომ ესე იგი, მთავარი არის ის, რომ ადამიანს, როდესაც იადაბეოფმა შექმნა ადამიანი და იყო პირველი არსებები, ადამიანები, ხო? სხვა ტექსტი არის ამის შესახებ, მაგრამ მთავარი რა არის? რომ ადამიანი, როდესაც შექმნა იადაბეოფმა, მან დააყო ადამიანები სამ კატეგორიად. უпростоრად, იადაბეოფმა შექმნა სამი ტიპის ადამიანი. უпростоრად, მან შექმნა ადამიანი და მერე დაიყო ის სამ ტიპად. პირველები გნოსტიკოსებში დამახასიათებელია გარკვეულწილად ეზოთერული რასიზმი, ესე ვთქვათ, ფაშიზმი, ხო? სადაც ადამიანები პრინციპულად არიან განსხვავებული ერთმანეთისგან.
აი პირველები არიან ჰილიკები, ესე ვთქვათ, რომლებიც ესე იგი ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მატერიალურ სამყაროზე არიან ორიენტირებულები. მათი სულიერი ნაპერწკალი გნოზისი არ არსებობს, პრინციპულად არ არსებობს და ესეთებისთვის დაკეტილია აბსოლუტურად სულიერი სამყარო. ესენი საერთოდ ადამიანებათაც პრინციპში არ მიიჩნევიან, ესენი არიან უბრალოდ მექანიზმები, ესე ვთქვათ. მეორენი არიან ფსიქიკები. ეს ფსიქიკები არის ის, სადაც ჯადაბეოფმა საკუთარი სულის ნაწილი შექმნა, ჩადო და ესენი არიან, გნოსტიკური ტექსტის მიხედვით რჩეული ხალხი. ანუ მიხვდებით თქვენ რომ ესა ბიბლიური ტექსტი, სადაც რჩეული ხალხი ვინ არიან ებრაელები, ხო? ესენი არიან რჩეული ხალხი, რომელიც არცელებს გარკვეულწილად აი ამ სოდნას იალდაბეოვსი და ისინი იალდაბეოვის ესე იგი აგენტები არიან ამ სამყაროში. და მესამე არის ეგრეთ წოდებული პნევმატიკები. პნევმატიკები ძალიან საინტერესო არის, რომ გნოსტიკოსები საკუთარ თავს პნევმატიკებად მიიჩნევენ. ესე პნევმატიკების ფილოსოფია რა არის? რომ როდესაც იალდაბეოვმა შექმნა ადამიანი, მას აკვირდებოდა დედამისი, პისტის სოფია. და პისტის სოფიამ, რომელსაც შეეცოდა ადამიანი, მისი სულის ნაწილი ჩადო პნევმატიკებში, ამიტომ პნევმატიკებისთვის არის შესაძლებელი გნოზისი და ამ სამყაროდან გასვლა. და ეხლა რა არის ეს სამყარო? ციხე, ეხლა სამყაროს კონცეფცია გავიგოთ გნოსტიციზმის მიხედვით. სამყაროს კონცეფცია გნოსტიციზმის მიხედვით მდგომარეობს იმაში, რომ სამყარო არის დიდი ციხე. ადამიანები იბადებიან და კვდებიან და შემდეგ რეინკარნაციად მოვლინებიან კვლავ და სულ გამოწყდებულები არიან ამ სამყაროში და მათ არ ახსოვს წინა ცხოვრება. და პნევმატიკოსის თავარი მისია არის ის, რომ მან შეწყვიტოს აი ეს ციკლი, ეთყობა, რომ ძალიან დიდი გავლენაა აღმოსავლური ფილოსოფიის, ბუდიზმის და ასე შემდეგ გნოსტიციზმში. მან შეწყვიტოს ეს ციკლი და გავიდეს ამ სამყაროდან, გავიდეს მატერიალური სამყაროდან და ნაოდვილ კეთილ ღმერთთან მივიდეს. და პირველი გნოსტიციზმის მიხედვით, რომელიც ეს გააკეთა, იყო იესო ქრისტე. იესო იყო, ოღონდ ნახეთ, თუ კი ქრისტიანობაში იესოს აქვს როგორც ღვთაებრივი ისე ადამიანური ბუნება, გნოსტიკოსები უარყოფდნენ იესოს, ესე იგი, ადამიანურ ბუნებას. და მას როგორც სულად ისე აღიქვამენ და ეს არის დაპირისპირება მამასთან, ბრმასთან, ანუ რომელიც ვერ ხედავს ამას და დაპირისპირება მამასთან და მან გვაჩვენა პირველი, აი როდესაც ზესაში ავა, პირველად გვაჩვენა, როგორ შეიძლება ამ სამყაროდან გასვლა. და ეს სამყარო არის აბსოლუტურად, ესე იგი, ციხე, რომელზეც არც უნდა ვიზრუნოთ, ეს არის ძალიან ესეთი კონცეფცია, სადაც რომელიც თანამედროვე კულტურაში ძალიან ხშირად მეორდება. როდესაც გადავალ თანამედროვე კულტურაზე, ნახავთ პარალელებს, ამდენი პარალელია, მაგალითად ჰოლივუდის ფილმების. შესაბამისად, გნოსტიკოსების მთელი რიტუალი იყო შემდეგი რა, რომ მათ უნდა არ გაეჩინათ შვილი, იმიტომ რომ თუ კი ამ სამყაროში შენ შვილს გააჩენ, ესე იგი შენ ემსახურები იალდაბეოს და ახალ სულს გააჩენ, რომელიც იქნება დატყვევებული, ამიტომ ეს არაეთიკურია. ამიტომ მათი რიტუალები ხშირად ორგიებით და სექსუალური აღვირაღწნობით დემონსტრირდებოდა და ეს იყო დემონსტრირება იალდაბეოვის წინააღმდეგ, რომ ისინი არ მრავლდებოდნენ, მაგრამ ერთვებოდნენ, ესე ვთქვათ რა. ანუ მთავარ ესე იგი ტაბუს არ ყვევდნენ. მეორე მნიშვნელოვანი განსხვავება არის ის, რომ მაგალითად ადამი და ევას ისტორიაში ქრისტიანებისთვის გველი არის ძალიან უარყოფითი სიმბოლო, ხო, რომელსაც შეაცდიან. აი გნოსტიკოსების მიხედვით, ამიტომ უწოდებენ ხშირად გველის რელიგიას, ხო? გნოსტიკოსების მიხედვით, სწორედ გველი არის გამათავისუფლებელი, რომელმაც აჩვენა ადამიანს რეალობა და სწორედ ამიტომ დაისაჯა ადამი და ამიტომაც მოხდა, ესე იგი, ადამიანის დასჯა. რომ ესე იგი, მან შეიცნო რეალობა, მას მიეცა შანსი, რომ განთავისუფლებული იყო იალდაბეოვისგან. კიდევ ერთი კონცეფცია არის, რომელიც სხვადასხვა სახარებაში არის, როგორც გითხარით, ეს ერთიანი ტექსტი არ არის. ერთ-ერთი კონცეფციის მიხედვით
jaldabeufმა jaldabeufის ძალა შემოქმედებითი ძალა საიდან აქვს, ხო? მას თავისთავად არ აქვს თავისი ძალა, ამიტომ მან მოახდინა ის, რომ საკუთარი დედა დაატყვევა. პისტი სოფია დაატყვევა, დააძინა, გააბრუა და ავიწყა საკუთარი მდგომარეობა და მისი ძალით ის ახდენს გარკვეულწილად ის მართავს ქვეყანას, მაგრამ კეთილმა ღმერთმა მოახდინა ის, რომ მოტყუებით jaldabeufმა გადაცა ეს ძალა ადამიანს. და გნოსტიციზმის მიხედვით 64 ეს იყო ადგილი, სადაც რომელიც იყო ციხე, რომ ადამიანი არ გაქცეულიყო აქ და ადამიანის ძალა, რადგან jaldabeufს უკვე აღარ ქონდა ეს ძალა, გამოეყენებინა ის, რომ გაბრუებულ მდგომარეობაში ყოფილიყო ადამიანი და გველმა სწორედ გამოაღვიძა ადამიანი ამ მითოლოგიის მიხედვით, გნოსტიკური მითოლოგიის მიხედვით. ამიტომ შუა საუკუნეებში თქვენ თუ შეხედავთ პისტი სოფიას ეს სარაინდო სიუჟეტი, რომის პაპმაც გადაწყვიტა, რომ ერეტიკულ სწავლებად მოენათლა სარაინდო ეპოსები, იქ არის ერთი ხაზი, რაც გნოსტიციზმთან ძალიან ახლოს არის. იქ არის ესეთი ხაზი, რომ რაიდმა იმდენად უნდა შეიყვაროს ეს ქალი და ეს ქალი არის მიძინებული პისტი სოფია, რომელსაც არ აქვს საკუთარი თავი და ირგვლივ ყოფები უნდა აიძულოს, რომ მას თაყვანისებს და როდესაც გამოიღვიძოს, როდესაც გაახსენდება პისტი სოფიას თუ ის ვინ არის, დადგება ახალი სამყარო, ახალი მიწა და ახალი ზეცა. და შესაბამისად სარაინდო ეს ეპოსი გარკვეულწილად დევს ამ კოდებით, ამ სიუჟეტით, რომ ეს და ჩაძინებული ქალი, ანუ ჩაძინებული პისტი სოფია შეიძლება ნახო ან ესე იგი პრინცესაში, დედოფალში, ან შეგვიძლია ნახოთ რომელიმე არისტოკრატის ოჯახში, ან მეტიც მეძავ ქალთანაც შეიძლება იყოს, მეძავ ქალში შეიძლება იყოს მიძინებული პისტი სოფია და თუ კი ის გამოაღვიძე, ახალი რეალობა დადგება. სხვადასხვა შემდეგ მოდერნმა ის აბსოლუტურად გამოიყენა. ეხლა ესე იგი დავყოთ თავარი არსი გნოსტიციზმის. პირველი, სამყარო არის ციხე და ეს ადამიანმა უნდა ყველაფერი გააკეთოს, რომ ამ სამყაროდან გავიდეს, ეს არის მნიშვნელოვანი. მეორე, ღმერთი არის ბოროტი, ამ სამყაროს შემოქმედე ღმერთი არის ბოროტი. მესამე, მნიშვნელოვანი რამე, ადამიანები იყოფიან სამ კატეგორიად და მეოთხე მნიშვნელოვანი რა, რომ პისტი სოფია, ანუ ქალი არის გარკვეულწილად ესე იგი დატყვევებული და გნოსტიკოსებმა უნდა გამოაღვიძონ ისინი. ეს არის ადრეული პერიოდის ქრისტიანული ტექსტი, ხო? სხვადასხვა უნდა ითქვას, რომ შუა საუკუნეებში გნოსტიციზმი არსად არ წასულა. მაგალითად, მე-9 საუკუნეებში ჩვენ ხედავთ ისეთ მოძრაობებში გნოსტიციზმს, როგორიც იყო პავლიკიანები. პავლიკიანთა მოძრაობა საკმაოდ გავრცელებული იყო, ესაც გნოსტიკური სწავლება იყო. ასევე მე-11-მე-14 საუკუნეში ესენი იყვნენ კათარები. კათარების მოძრაობა საკმაოდ ძლიერი იყო, მათ წინააღმდეგ პრაქტიკულად ჯვაროსნული ომიც კი გამოაცხადეს. და ასევე ბალკანეთში, მაგალითად მე-10-მე-15 საუკუნეში ბოგომილობა ასევე იყო გავრცელებული და ეს ყველა არის გნოსტიკური ტექსტი. გნოსტიკური უბრალოდ საფუძველზე დაყრდნობილი სექტა, ესე ვთქვათ. ისე უნდა ითქვას, რომ ისლამშიც ხდება ჩვენ გნოსტიციზმი, აი ეს ცნობილი რო ვიცით თქვენ ალბათ თამაში ასასინიდან, ეს არის გნოსტიკური ისლამის ერთ-ერთი ნაწილი არის და აქ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი რაღაცა, რომ ამ ყველას ეს ყველა ერთიანდება ერთი პრინციპით, რომ მათ გააჩნიათ რაღაც ისეთი ცოდნა, იმანენტური ცოდნა, რომელიც შეიძლება ინდივიდუალურად მხოლოდ ადამიანს მიეწოდებოდეს. და შესაბამისად, რადგან მე ინდივიდუალურად მომეწოდება, სხვანაირად მიეწოდება. ამიტომ ჩემი სახარება, ჩემი მიერ დაწერილი სახარება და იმის მიერ დაწერილი სახარება ერთნაირად ჭეშმარიტი არის. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ჩემი ტექსტი იმის ტექსტიდან წინააღმდეგობაში მოდიოდეს. და ეს რომ ეს გნოსტიციზმი ესე იგი ცოდნა სხვადასხვანაირად ვლინდება ჩვენში და ეს შეიძლება ურთიერთსაწინააღმდეგო იყოს, სულ არ აქცევს მას ესე იგი ურთიერთსაწინააღმდეგოდ. ამიტომ გნოსტიკოსებს არ გააქვთ ერთი ტექსტი, მათ მიაჩნიათ, რომ სწორედ მათ უნდა კონდეთ ესე იგი აი ზუსტად პოსტმოდერნული ელემენტი რა, ჩემი სიმართლე სიმართლეა, შენი სიმართლე სიმართლეა, ხო? და ეს აღიარებულია ორივე მხრიდან.
მოგვიანებით უკვე მე-20 საუკუნეში იყო ესეთი გერმანული წარმომავლობის გერმანელი, მაგრამ ამერიკაში მოღვაწე მეორე მსოფლიო ომის ომამდე ჰიტლერი რომ წავიდა შეერთებულ შტატებში და იქ მოღვაწეობდა ესეთი მეცნიერი ერიკ ფოგელენი. ერიკ ფოგელენს აქვს მნიშვნელოვანი ტექსტი სწორედ გნოსტიციზმის შესახებ და ის ამბობს რომ მთელი ეს მოდერნულობა და იდეოლოგიები არის გნოსტიციზმის გარკვეულწილად შეცვლილი, მაგრამ გნოსტიციზმზე დაფუძნებული რამ და თავისთავად მოდერნის პროექტი ეს არის გნოსტიციზმის პროექტი. და რას გულისხმობს ეს ამაში? თქვენ თუ დააკვირდებით ქრისტიანული და ზოგადად ტრადიციული ხედვა სამყაროს მიმართ არის ის, რომ თავდაპირველად სამყარო არის სიკეთე. და ადამიანი, რომელიც უბრუნდება ამ თავდაპირველ სამყაროს, რომელიც ამ ბუნებრივ კანონზომიერებას უბრუნდება, ის გარკვეულწილად ჰარმონიაში მოდის ამ სამყაროსთან და სიკეთეს აკეთებს ამით. ეხლა როგორი არის ყველანაირი მოდერნული იდეოლოგიის, იქნება ეს კომუნიზმი, იქნება ეს რასიზმი, თუ ფაშიზმი, იქნება ეს ლიბერალიზმი, როგორი არის ხედვა? ხედვა არის შემდეგი, რომ არსებული მდგომარეობა, სამყარო ეხლა შეიქმნა ბოროტმა ღმერთმა, შესაბამისად ის არასრულყოფილია და თუ კი ტრადიციული გნოსტიკოსები ცდილობდნენ რომ წასულიყენ, გაქცეულიყენ ამ ციხიდან, თანამედროვე გნოსტიკოსები ცდილობენ რომ ის შეცვალონ, წაართვან jaldabeus, ანუ შემოქმედ დემიურგს და თვითონ გახდნენ ახალი ღვთაებები ამ სამყაროს. რომ ეს სამყარო შეცვალონ მის ჭკუაზე და აღარ იყოს ეს ღვთის მართლობის ქვეშ. jaldabeufis მართლობის ქვეშ. ამიტომ როგორც ადამიანის ბუნების გადაკეთებას ისე მნიშვნელოვანი მომენტი არის სამყაროს გადაკეთებაზე არიან ორიენტირებული თანამედროვე გნოსტიკოსები. ახლა ავიღოთ თითოეული იდეოლოგია. თანამედროვე ყველა იდეოლოგია დაფუძნებულია განმანათლებლობაზე. განმანათლებლობას აქვს ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი. პროგრესიზმის პრინციპი. პროგრესიზმი თავისი არსით არის გნოსტიკური და რატომ აგნოსტიკური? მე გითხარით რომ სამ ნაწილად ყოფენ გნოსტიკოსები ადამიანებს. პნევმატიკოსები ყველაზე მაღლა არიან, ხო? შესაბამისად განათლებაში არის ის, ვინც არის განათლებული და სხვები უნდა გაანათლოს. და ამიტომ ყველანაირი იდეოლოგია ადამიანს ყოფს რამოდენიმე ნაწილად, ან შეიძლება თქვათ განათლებულად და გაუნათლებლად და ზოგადად განათლების პერიოდში მეცნიერება, ანთროპოლოგიურმა მეცნიერებებმა თუ ისტორიულმა მეცნიერებებმა ადამიანები დააყვეს საზოგადოებები, უბრალოდ დააყვეს სამ ნაწილად. იყო ცივილიზაციური სამყარო, ეს იყო დასავლეთის თეთრი ადამიანი, იყო ბარბაროსები, რომელნაც ნახევრად კულტურულები არიან, ეს იყო ძირითადად აზიის წარმომადგენლები და მესამე ესენი იყვნენ ველურები, ანუ ესენი აფრიკელები, ინდიელები, ავსტრალიაში პაპუასები და ასე შემდეგ. ანუ ადგილობრივი აბორიგენები, ისინი იყვნენ ველურები და მათი სუვერენულობა იყო ფიქცია. შესაბამისად, ეს დააყოფის ეს მექანიზმი, სადაც ერთი არის განათლებული, რომელმაც დაანჩენა და გაანათლოს, ეს განათლება მიიღო. ესეთი არ არის ტრადიციული სამყარო. ტრადიციული სამყარო არის ის, რომ შენ თუ ქრისტიანობა თუ შედის მაგალითად რა ვიცი, ირანში, ინდოეთში, ჩინეთში, ის ისეთივე კულტურული ისეთივე არის, როგორც შენ. განსხვავება არის ქრისტიანებსა და არაქრისტიანებს შორის, მაგრამ თვითონ შიგნით საზოგადოებების შიგნით ეს განსხვავება არ არის ქრისტიანულ სამყაროში, ყველა თანასწორია ამ გაგებით, ხო? და იქ გნოსტიციზმში ესე არ არის. გნოსტიციზმში ესე არ არის და არც განმანათლებობაში არ არის ესე. განმანათლებლობის მიზანი არის ის, რომ ეს განმანათლებლობის ცივილიზაცია ყველგან შესული იყო ერთნაირად. ამიტომ განმანათლებლობის პროგრამა და პროექტი ფოგელენის მიხედვით მდგომარეობდა იმაში, რომ აი ეს გნოსტიკური რაღაც ცივილიზაცია, გარკვეულწილად გნოსტიკური პრინციპები დაემყარებინა. ახლა ერთი მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ არის აი ეს ინდივიდუალიზმის ფეტიში, რაც პრინციპში გნოსტიკურ გროძისთან ახლოს მოდის, რომ შენ ცოდნა თუ პნევმატიკი ხარ, ინდივიდუალურად მოგეცემა შენ, მაგრამ მეორე მხრივ თვითონ ჯონ ლოკიც და სხვები წერდნენ, რომ ეს ჩვენი თავისუფლება მარტო ჩვენ გვეკუთვნის. ანუ
იქ აფრიკელი რომ არის, ის კი არ არის ინდივიდი. ანუ არ შეიძლება არა პნევმატიკოსი, არა განათლებული ადამიანი ფლობდეს იგივე უფლებებს, რაც უფლებები ჩვენთვის არის და ჩვენს მიერ არის გამოგონილი. შესაბამისად, ეს აღზრდელისა და მოსწავლის პოზიცია ყოველთვის რჩება და ეს ყოველთვის არის ესე იგი და ადამიანები პრინციპულად არიან განსხვავებულები. და ზოგიერთი ადამიანი საერთოდ რაღაცა ადამიანიც არ არის, არ უყურებენ როგორც ადამიანს, ხო? ეგ პრინციპი რა თქმა უნდა გადმოიღო ფაშიზმაც და რასიზმაც, სადაც არსებობენ ამ შემთხვევაში როგორც ერებს შორის იერარქია არის და ზოგიერთი ერი არის იმდენად ბინძური რასიზმის მიხედვით, ხო? მათი განადგურებით სამყარო გაიწმინდება, ხო? და შესაბამისად თავდაპირველად სამყარო არის მოცემული როგორც დაცემული და ეს უნდა გავწმინდოთ, რომ ვაქციოთ გარკვეულწილად უკეთეს სამყაროთ, ესაც აბსოლუტურად გნოსტიკური იდეიდან მოდის და ფაშიზმში არის ასე საზოგადოების შიგნით არსებობს ელიტა, ფაშისტური ელიტა და მასები, ხო? ეგაც აბსოლუტური გნოსტიკური იდეა. როგორც მაგალითად საბჭოთა იდეა, საბჭოთა მარქსიზმი, უბრალოდ საბჭოთა შეცვალოთ მარქსიზმით. მარქსისტული იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არსებობს გარკვეულწილად, ესე იგი უსამართლობა, თავდაპირველი უსამართლობა, რაც გამოიხატება კლასთა არსებობით და ჩვენ უნდა მივიდეთ რაღაც უტოპიამდე, და ეს უტოპია არის, ანუ შევცვალოთ გარდაქმნათ როგორც საზოგადოება, ისე სისტემა და ისე ადამიანი, ისე უნდა გარდაქმნათ, რომ დავამყაროთ ამ სამყაროში 64, გარკვეულწილად ახალი 64 და აი გნოსტიკოსების თავარი მიზანი რაც იყო ის, რომ თუ ჩვენ ვერ გავდივართ გარეთ, ნეოგნოსტიკოსების იდეა არის, თუ ჩვენ გარეთ ვერ გავდივართ, ეს სამყარო ისე შევცვალოთ, რომ ეს სამყარო ვაქციოთ 64, ჩვენთვის 64, ხო? აი ეს პრინციპი ყველა მოდერნულ იდეოლოგიაში დევს. და თქვენ თუ დააკვირდებით მოდერნულ იდეოლოგიებს, თქვენ ნახავთ, რომ ყველა ეს პროექტი გარკვეულწილად ახლა თავიდან ბოლომდე რა თქმა უნდა არა, მაგრამ გარკვეულწილად ატარებს მოდერნის გნოსტიციზმის რაღაც მნიშვნელოვან გამოვლინებებს და ყველგან ჩვენ ხვდება ეს გნოსტიკური მითი, სხვადასხვა ვარიაციით. აი თუ ჩვენ კარგად დავაკვირდებით გნოსტიკოსების ხედვით სამყარო არის დაცემული და არასრულყოფილი და მისი გარდაქმნა შეიძლება მხოლოდ საიდუმლო ცოდნით, მეშვეობით, რომელიც ხსნას მოუტანს კაცობრიობას, ეს ყველა პროგრესისტულ იდეოლოგიაში დევს. მაგრამ არსებობს გარკვეულწილად საიდუმლო ცოდნები და ეს განათლებულები გნოსტიკოსები ამ შემთხვევაში, დღეს სხვა სახელი ქვიათ, მაგრამ პროგრესულები, ხო? დღეს პროგრესულები ქვიათ გნოსტიკოსებს. პროგრესულები ფლობენ აი ამ საიდუმლო ცოდნას, ამ ცოდნას, რომელთაც საზოგადოება უნდა გარდაიქმნას. და ამ გარდაქმნაში ახალი ეპოქას დადგება. ეხლა ეს კულტურულად თითქოს ეს გასაგები კონცეფცია, მაგრამ კულტურა რატომ არის გნოსტიკური ცივილიზაცია, სადაც ცხოვრობთ? ჩვენი ცნობიერებას გარკვეულწილად არის დაკავშირებული გნოსტიკურ მითებთან, რომლებიც ჩვენ კინოებიდან მოგვივიდა, ხო? ფილმებიდან. აი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი, სადაც გნოსტიკური იდეა აბსოლუტურად განხორციელებულია, ეს არის მატრიცა. მატრიცა ესე იგი, მაშინ ძმები იყო ვაჩოვსკები, ხო? ეხლა დები არიან. თავარი მომენტი რა არის, რომ როდესაც ინტერვიუ იყო, იქ შეეკითხეს ვაჩოვსკებს, რომ მართლა გნოსტიციზმის გამოიყენეთ თუ არა თქვენ ფილმიდან და ერთ-ერთმა ძმამ დაუდასტურა, რომ არსებობს გნოსტიკური მითი მატრიცაში. აი მატრიცას რეალობა აიღეთ. სამყარო არის ციხე, ხო? სამყარო არის ციხე. არქიტექტურა ამ ყველაფრის შემქმნელი არ არის ბრმა ამ შემთხვევაში, არის ბრმა, ის ვერ ხედავს ყველაფერს, მან თავის ჭკუაზე შექმნა რამოდენიმე ვერსია წინა მატრიცების და ვერც ერთმა ვერ გაამართლა და მას არ ესმის რაღაცა, იმიტომ რომ გნოსტიციზმში თავარი ღმერთი იალდაბეოფი ხშირად მოიხსენიება როგორც ბრმა ღმერთი. აი მნიშვნელოვანი მომენტია ბრმა, იმიტომ რომ ცოდნა არ აქვს. და მას თავისთავად მიაჩნია ესე იგი შეუცნობელად მიაჩნია ყველაზე ჭკვიანად და ასე შემდეგ. არ არის ესეთი თან ამავე დროს. და იქაც თუ დააკვირდებით თქვენ მესამე ნაწილში განსაკუთრებით მატრიცის მესამე ნაწილში, სადაც ნეო ხდება უკვე აი ამ
არქიტექტორს, თქვენ ნახავთ, რომ აი ეს ამ დიალოგში არქიტექტორმა ბევრი რაღაცა არ იცის და ბევრი რაღაცა იძულებულია, რომ ის დამოკიდებული გახდეს ნეოსზე. ნეო უნდა დაბრუნდეს ხო სისტემაში და განაახლოს და ამით ზეონი, გვახსოვს ეგ ზეონის მომენტი იყო გადარჩება. და რა შეჭირდება ეს განახლება და აქ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ეს გნოსტიკური იდეა. რადგან მოტყუებით იალდაბეოხმა გადაცა ცოდნა დედამისის ძალა ადამ და ევას, უბრალოდ მაშინ ერთი ადამიანი იყო, პირველი ადამი იყო, რადგან გადაცა ეს ცოდნა მას ჭირდება. მან გამოიყენოს და მან ახალი შექმნას. ანუ ის თავისთავად ვერ ქმნის ვერაფერს. ამიტომ ადამი ჭირდება მას რომ შექმნას. აი ეს მითი ამ შემთხვევაში მატრიცაში გნოსტიკურ ქრისტეს იესოს როლს ასრულებს ნეო. ნეო ამ შემთხვევაში კიდევ ერთი მომენტია, ნეო თუ დააკვირდებით სახელის გეუბნება რომ ნიუ არის ახალი, ანუ ახალი ადამიანი მოდის, ახალი იდეა მოდის, რომელიც დაფუძნებული არის სიყვარულზე, სიყვარულის იდეა მოდის, ხო ქრისტეს იდეა არის. მან თუ მესამე ნაწილს თუ დააკვირდებით, მან უარი თქვა სამყაროს კაცობრიობის გადარჩენაზე ტრინიტის გამო. ტრინიტის რა არის? ტრინიტის რო ჩვენ გადავთვალოთ, ეგა სამება, ხო? სამება ტრინიტი. სამების მომენტია, ხო? სადაც სიყვარული დგას უფრო მაღლა. და ეს სიყვარულის მომენტი რაღაცა ჰოლივუდმა მატრიცის სახით ჩვენ ესე იგი გვაჩვენა, რომ ეს გნოსტიკური მითი ცოცხალია. თუმცა უნდა ითქვას, რომ სხვა ფილმებიც საკმაოდ ახლოს არიან გნოსტიციზმთან. მაგალითად, სუპერმენი ავიღოთ. გამოვიდა კლასიკური სუპერმენი გამოვიდა, სადაც ჩვენ ხედავთ, რომ დაპირისპირებას ბიოლოგიურ მამასა მშობლებსა და ესე იგი იმ მშობლებს შორის, რომლებიც იშვილეს სუპერმენი. და რა არის ეს დაპირისპირება, რომ ბიოლოგიური მშობლები კრიპტონიდან სადაც არიან, ისინი არიან სასტიკები, გარკვეულწილად მათ უნდათ რომ მათი შვილი დაეპატრონოს დედამიწას, ხოლო ეს ანუ მამა, რომელიც მამობილია, ესე ვთქვათ, მამობილი, აღმოჩნდება უფრო კეთილი, ვიდრე ბიოლოგიური მამა. და აქედან გამომდინარე, ეს დაპირისპირება ჩვენ ხედავთ კიდევ სხვა სიუჟეტში, მაგალითად galaktikis ცველებში ვხედავთ ამ სიუჟეტს, გახსოვთ ალბათ, როდესაც ეს galaktikis lords რასაც ეძახიან, ხო? მამამისი აღმოჩნდება ღვთაება, პლანეტა, რომელსაც ყველაფრის დაპყრობა უნდა და მამას დაუპირისპირდება. და იქაც მამა გამოდის ბოროტი, ხოლო მამობილი გამოდის ის, ვინც გადაარჩენს აი ამ lords. აი ეს მამობილი ამ შემთხვევაში, ხო? არის ის, ვინც გარკვეულწილად ის, ვინც აჩვენებს მამის რეალურ სახეს. იმიტომ მამის გზის გაგრძელება გნოსტიციზმის მიხედვით არის ძალიან ცუდი. და ეს იდეოლოგიურად როგორ აისახა? ეს აისახა იდეოლოგიურად მშობლების წინააღმდეგ ბრძოლაში. რომ მამა რომელიც ავტორიტარულია, რომელიც ბრმა არის, რომელიც ვერ ხედავს, მის წინააღმდეგ უნდა აჯანყდე. მის წინააღმდეგ უნდა ესე იგი მოახდინო აჯანყება, სეპარაცია და უნდა გახდე ანტიმამა გარკვეულწილად, რომ შენ ახალი რეალობა შექმნა, იმიტომ რომ შენი მამა არის ბრმა მამა და ეს ეიჯიზმის იდეა სწორედ ემსახურება იმას, რომ ეს გნოსტიკური წრე, სადაც შვილი მუდამ უჯანყდება თავის მამას, მშობლებს და ახალ ღირებულებას ქმნის, ესაც გნოსტიკური ცივილიზაციის ნაწილია. აი დააკვირდეთ ტრადიციულ ცივილიზაციაში რა არის, მართლმადიდებლურ ცივილიზაციაში რა არის, იქ მამა ვინ არის? ის მამა არის კეთილი, რომელიც თავის ცოდნას გადაცემს შვილს სიყვარულის გამო, უანგარო სიყვარულის გამო. და ეს ცოდნა, მამის და შვილზე გადაცემული ცოდნა, ეს არის უანგარო სიყვარულის ნაწილი. როგორია გნოსტიციზმში, ეს ცოდნა არის მონობის ელემენტი გნოსტიციზმში და ამიტომ შვილებმა უარი უნდა თქვან მამების ცოდნაზე და პირიქით მამამ უნდა დაიწყოს შესწავლა შვილის მიხედვით. ან შვილმა უნდა ასწავლოს მამას ჭკუა და უნდა როლები შეიცვალოს. ეს აბსოლუტურად გნოსტიკური მითი. ამის გარდა აი მნიშვნელოვანი კიდე მეორე ნაწილი, რომელიც ხდება ჩვენ გნოსტიციზმის ერთ-ერთ ნაწილში, არის ის, რომ ამ შემთხვევაში ეკოლოგიზმის, გნოსტიციზმის ნაწილი გამოდის.
ეხლა რადგან გამოდის გნოსტიციზმის ნაწილი, რომ სამყარო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ის, ანუ ეკოლოგიური ნაწილი, ხო? აი ამ დემიურგმა იძულებით რაღაც გარდაქმნა ერთ-ერთი ტექსტში არის სახარების იძულებით გარდაქმნა დაამახინჯა ეს სამყარო და ვინ არის ბუნების გამომხატველი ვინ არის? ბუნების გამომხატველი არის პისტი სოფია, რომელიც მიძინებულია. და პისტი სოფია ვიცის ჩვენ ზოგადად ქალის არქეტიპი ხშირ შემთხვევაში ხდება როგორც ბუნების ქალღმერთის არქეტიპი და როდესაც ამ ბუნებას მოუვლით, როდესაც ამ ბუნებას ჩვენზე წინ დავაყენებთ, ანუ არის ესეთი ეკოლოგისტური მიმართულება, სადაც მაგალითად ობობასა და ადამიანის ცხოვრება გათანაბრებულია, არ შეიძლება ობობას სიკვდილი, მაგალითად ჯობია გადაშენების პირას ყოფი ობობები გადავარჩინოს, თუნდაც ადამიანი მოკვდეს ამის გამო და ეს ეკოლოგიზმის ეს პრინციპი ძალიან ესეთი ცოცხალი არის დღეს. ეს აბსოლუტურად გნოსტიკური მითოლოგიის ერთ-ერთი ნაწილია. როგორც ვითხარით, გნოსტიციზმი არ არის ერთიანი სწავლება და ამიტომ ჩვენ შევხედოთ როგორც ფოგელინი ამბობს გნოსტიციზმს როგორც სხვადასხვა მითოლოგიის ერთობლიობას, სადაც სხვადასხვა მითოლოგიაში სხვადასხვა რამეს ექცევა ყურადღება. ზოგ შემთხვევაში ექცევა შობის წინააღმდეგობის ყურადღება, ზოგ შემთხვევაში ბუნებას ექცევა, ზოგ შემთხვევაში სამყაროს როგორც ციხეს ისე ექცევა ყურადღება, მაგრამ ყველგან არის ეს დიქოტომია. ამის გარდა ცოტა მოგვიანებითი ტექსტი იუდა სახარება, ხო? ზოგიერთი ამბობენ მე-11 საუკუნეები, ზოგი 19 საუკუნეებს ეს ამბობს. ყოველ შემთხვევაში პირველ საუკუნეს და ადრეული ქრისტიანული ტექსტი რომ არ არის იუდა სახარება, ეს ფაქტია. იქაც ჩვენ რას ხედავთ, რომ ეს იქ ხედავთ, რომ ქრისტე იუდას მიმართავს და ეუბნება, რომ ესე იგი მან უნდა უღალატოს, უბრალოდ მან უნდა გასცეს, იმიტომ წინააღმდეგ შემთხვევაში ის ღვთის ნება ვერ დადგება, ანუ იესოს ნება ვერ დადგება და ვერ მოხდება ის აქტი და ამიტომ იუდა გამოყანილია როგორც ესეთი კეთილ მოწაფეთ, რომელსაც ვერ გაუგეს სხვა მოწაფეებმა, რომელმაც რეალურად განახორციელა მამის, უბრალოდ იესოს ესე იგი სურვილი და სხვა მოწაფეებმა ეს არ დაუფასეს მას. აი ეს მომენტი, სადაც შეიძლება ღალატიც კი, ამ შემთხვევაში გაცემაც კი, ამ შემთხვევაში შეწირვაც კი იყოს დადებით კუთხით წარმოჩენილი, ეს არის გნოსტიკური რაღაცა იდეა. ამიტომ პოსტმოდერნული კონცეფცია, სადაც აი პოსტმოდერნი რა არის, სადაც ესეთი მყარი ჭეშმარიტება, მყარი მეგანარატივი, ესე ვთქვათ, სადაც ყარად იტყვი, რომ ეს კარგია და ეს ცუდია, ესეთი რაღაცა არ არსებობს და ეს გადადის საერთოდან, სადაც საერთოდ ნიშნავს, რომ საზოგადოება ვაფასებდით, რა არის კარგი და რა არის ცუდი, ან რელიგია გვიფასებდა ამას, გადადის ინდივიდუალურ ნაწილზე, სადაც ჩვენ უკვე ინდივიდუალურად ზოგისთვის შეიძლება ეს კარგი იყოს, ზოგისთვის შეიძლება ეს ცუდი იყოს, და სადაც საერთოდ ეს განსაზღვრელი არ არის. ეს გნოსტიკური პროექტია. ასევე სექსუალური რევოლუციას, როგორც გითხარით, გნოსტიკური რიტუალების ნაწილი იყო შემდეგი რაღაცა, რომ ხდებოდა ორგიებით და დემონსტრირება, რომ ისინი სექსუალურ ურთიერთობებში იყვნენ, ოღონდ ისინი არ გააჩენდნენ შვილებს. და ეს სექსუალური რევოლუციის მომენტი არის აბსოლუტურად გნოსტიკური პროექტი. გნოსტიკოსების დემონსტრაცია, რომ ისინი თავისუფალ სექსუალურ ურთიერთობებში იქნებიან და ეს ურთიერთობები მის შედეგთან, ანუ შვიდთან კი არ იქნება დაკავშირებული, არამედ ღმერთის ნებას, ანუ დემიურგის ნებას, რომ აქ ადამიანები გამრავლდეს და ამის შედეგად წარმოდგენა რა არის, რომ მონები გამრავლდება დემიურგის და დემიურგს ამიტომ უნდა რომ ადამიანები გამრავლდნენ, ამას შეეწინააღმდეგებები ამით. და შესაბამისად, აი სექსუალური რევოლუციის იდეოლოგიური საფუძვლები პრინციპში ხდება უკვე ამ გნოსტიკური იდეებიდან. და აი ბოლოს მოდი ესე დასკვნა გავაკეთოთ, რომ ჩვენ რელიგიიდან კი გაიდევნა გნოსტიციზმი, გარკვეულწილად გაიდევნა, მაგრამ შემოვიდა სხვა მიმართულებით, მაგალითად 90-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო New Age და New Age აბსოლუტურად ეს არის ბოლომდე გნოსტიკური არ არის, მაგრამ გნოსტიკური პრინციპებიზე აგებული არის, რომელიც სხვა დანარჩენ ეზოთერულ და მისტიურ სწავლებებთან ერთად ქმნის რაღაცა სიმბიოზს, ესე ვთქვათ. და გნოსტიკოსები საუბრობენ ძალიან ღიად, რომ მათ შეუძლიათ სხვადასხვა რელიგიური
სწავლებები გაერთიანონ და ეს საკმაოდ ბუნებრივი რაღაცაა. და უნდა ითქვას კიდე ვიტყვი რომ გნოსტიკოსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის რომ მათ თუ კი ქრისტიანებმა ან მუსულმანმა ხო არ უნდა უარყოს საკუთარი რელიგია ხო როდესაც შეეკითხებიან შენ ქრისტიანი ხარ თუ არა მან უნდა თქვას კი თუნდაც მას სიკვდილი ემუქრებოდეს ამის გამო მან უნდა თქვას კი ხა როგორია გნოსტიკოსების წარმოდგენა სხვა ადამიანებს არ თვლიან ადამიანებად ამიტომ მათი მოტყუება შესაძლებელია ამიტომ მათ შეუძლიათ გარეგნულად იცხოვრონ როგორც ქრისტიანებმა როგორც მუსულმანებმა მაგრამ ისინი არ იყვნენ ქრისტიანები და მუსულმანები ისინი იყვნენ გნოსტიკოსები და ეს პრინციპი ძალიან ესეთი რთულს ხდიდა გნოსტიკოსების გამოვლენას პირველ მე-4 საუკუნეებში და დასტრის სახით უნდა ითქვას რომ გნოსტიციზმი დღემდე ძალიან ესეთი მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს თამაშობს სხვადასხვა კულტურულ და იდეოლოგიურ მოძღვრებაში და მისი გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ეს ყველანაირი კონცეფცია, რომელიც ჩვენ ვიცით, როგორც ლიბერალიზმის შესახებ, ისე სოციალიზმის შესახებ, ისე ფაშიზმის შესახებ, ისე კულტურული მომენტების შესახებ, ჰოლივუდური ფილმების შესახებ, სუპერგმირების შესახებ, ეს სუპერგმირების არქეტიპები და სუპერგმირების სიუჟეტები ხშირად გნოსტიკურია. გნოსტიციზმი ხშირად საუბრობენ, რომ ეს არის მუდმივი, სანამდე იარსებებს ეს მონოთეისტური რელიგიები. იქამდე იარსებებს გნოსტიციზმი როგორც მისი ოპოზიცია, იქამდე იარსებებს ეს გნოსტიციზმის სხვადასხვა გამოვლინებები საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად საჭიროა ამაზე ყურადღების გამახვილება და გარკვეულწილად შესწავლა. საინტერესო არის ეს შესწავლა, იმიტომ რომ ჩვენ საბოლოოდ აღმოაჩენთ, რომ ყველა თანამედროვე პროგრესისტულ მიმართულების უკან იმალება ის, რაც საუკუნეების წინ წარმოიქმნა გულისხმობ გნოსტიკურ მითოლოგიას და მთელი ეს პროგრესიზმი გნოსტიკურ მითოლოგიაზე არის აგებული. თუ მოგეწონათ ეს გადაცემა, აუცილებლად დაწერეთ კომენტარები, ვისაუბროთ ამის შესახებ, იმედია რაღაცა სიუჟეტები ჰოლივუდის ფილმებიდან დააკავშირეთ გნოსტიციზმს, იმიტომ რომ აშკარად არის ეს კავშირები, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები, დაწერეთ თქვენი გარკვეულწილად შეხედულებები, შეიძლება თქვენგანს აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება აქვს და მიაჩნია რომ გნოსტიციზმი კარგი არის და პირიქით არის ეს მდგომარეობა, მაგრამ თავი არის ის რომ გნოსტიციზმის პროექტი დღემდე ცოცხალია და მისი გამოვლენა საჭიროა. იმიტომ გნოსტიციზმი ხშირ შემთხვევაში მოდიოდა ქრისტიანობის სახელით და ხშირ შემთხვევაში მოდიოდა იმ სახელით, რომლის სახელიც მას სიამოვნებაში არ ჰქონდა. ამიტომ საუბარი მასზე საჭიროა და უფრო გასაგებს ხდის იმ პროცესებს, რა პროცესებში ჩვენ ვცხოვრობთ. მადლობა ყურადღებისთვის, მოვალ შეხვედრამდე.